ეს არის შუა ნაწილი, ყველაზე პროდუქტიული ნაწილია მცენარეში, ის ყოველ წელს უფრო მეტ მოსავალს გვაძლევს, ვიდრე მესამე იარუსი. ამიტომ უნდა გაუფრთხილდეთ თითოეულ ტოტს, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალური ხმისთვის ოპტიმალური ტოტები. ტოტები, რომელიც კონკურენციაში მოდის, ასევე უნდა განვიხილოთ, რომ ის არის ამოსაღები და მოსაცილებელი, როდესაც ორი ტოტი ერთმანეთს ეხება, ან ახლო-ახლოა ერთმანეთთან ძალიან, რომელიც შემდეგში მოსავლის თვალსაზრისით ერთმანეთს შეეხება. კი, შეგვიძლია ეს გადავიყვანოთ. აი, ასეთი შემთხვევები შეგიძლიათ ესე მოხსნათ და ერთ ღერძზე, როგორც ვისაუბრეთ, ერთ ღერძზე და მასზე განვითარებულ მეჭეჭა ტოტებზე დავტოვოთ. როდესაც ასეთ ტოტთან გვაქვს საქმე, მას აქვს ძალიან კარგი ჰორიზონტალური კუთხე, როგორც ხედავთ, არ არის ეს ვერტიკალური და არის ძალიან ბევრი სანაყოფე კვირტით, მოკლედ მარტივი მეჭეჭებით წარმოდგენილი. მაგრამ აქვს ერთი პრობლემა, სიგრძეში ძალიან გაიზარდა და მეორე ხის საზღვრებში გადადის. ეს არის კითხვა, რომელიც ხშირად აწუხებს მსხვილს, სად უნდა მოხდეს მისი გამიჯვნა, სად უნდა მოხდეს მისი გადაჭრა. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს 1 მეტრი კვებისარე, ეს იმას ნიშნავს, რომ 50 სანტიმეტრს იყოფს თითოეული ხე. დაახლოებით 50 სანტიმეტრზე, სადაც გვაქვს მოიარე კვირტი, იქ ვამოკლებთ ამას.